არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების ფარგლებში აფინანსებს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო და კერძო სკოლების მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ შემოქმედებით და სპორტული მიმართულების ინიციატივებს. 2022 წელს სამინისტროს მიერ დაფინანსდა სხვადასხვა მიმართულების 6 სასკოლო კლუბი, მათ შორის ფიზიკის კლუბი STEM კრეატივი და თეატრალური კლუბი Art Palitra. ჩვენი კლუბი 2019 წლიდან ფუნქციონირებს და მას ქვია STEM კრეატივი. კლუბში ვართ 14 მოსწავლე, ვართ როგორც უფროს კლასელები, ასევე პატარა ბავშვები, რომლებსაც ვასწავლით სხვადასხვა კრეატიული ექსპერიმენტების ჩატარებას და ვცდილობთ, რომ ყველაფერში გავარკვიოთ, რათა მომავალმა თაობამ უფრო მეტი გაიგოს ფიზიკის შესახებ. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩამოვდივართ კლუბის წევრები და ვაკეთებთ სხვადასხვა ექსპერიმენტებს და ყოველი წლის ბოლოს გვაქვს პიკნიკი, რომელზეც ჩვენი გაკეთებული ყველა ექსპერიმენტი გაგვაქვს და ვაჩვენებთ სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მოწვეულ სტუმრებს და ასე შემდეგ. ეს მექანიკური ფილმი და მისი სწრაფი დატრიალების დროს შიგნით პატარა ფილმის კადრები შეგვიძლია დავინახოთ. ეს არის რობოტი, შექმნილი Arduino პროცესორზე. აქ გამოყენებული გვაქვს Arduino პროცესორი და ასევე ვხედავთ მრავალ სენსორებს. სენსორები აქვს პირველი, რომელიც არის ყველაზე მთავარი, ეს სენსორი, რომელიც აფიქსირებს უკვე მოძრავ სხეულს და ეს ორი ეხმარება, აწვის იმ სხივებს, რომლითაც ასე ვთქვათ, ეკრანზე უჩნდება თეთრი სხივების გარდა წითელი და ეს წითელი სხივი არის სწორედაც მოძრავი. და სწორედ აი ამ მოძრავ სხეულს მიყვება ეს რობოტი. შეგვიძლია ვნახოთ თუ უკვე რა შეუძლია. პროცესია. და მთავარი პრინციპი ის იქნება, რომ როცა აქ ხელს მიუტან, უნდა წამოვყეს. უკვე მივცემთ უფრო პატარებს, რომ ასეთივე რობოტი აწყონ უკვე მის დახმარებით, რაც ჩვენ ვიცით. მე ახლა ბოლო წელი ვარ სკოლაში, მაგრამ მომავალში რა ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო შევისწავლი ფიზიკას და რაიმე უფრო საინტერესოს გავაკეთებ გარდა ამ რობოტის. ამ სპექტაკლში ჩემი ზედმეტი სახელია ანო. ჩვენი სპექტაკლის სახელია ვარსკვლავით მოჭედრიცა და ჩვენ უკვე 3 წელია რაც ვატარებთ ასეთ სპექტაკლებს, ორი თვეა გასული, რაც ჩვენ ამ სპექტაკლისთვის ვემზადებით და ძალიან კარგი სპექტაკლი გამოგვიყვება. სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების პროგრამა გრძელდება. 2023 წელს გათვალისწინებულია 10 სასკოლო კლუბის ინიციატივის დაფინანსება.